ზელანდი მართალი აღმოჩნდა. ცხოვრება რომ შეცვალო ითამაშე იმ ადამიანის როლი, რომელიც გინდა რომ გახდე და შედეგები გაგაოცებს. ზელანდმა თქვა, რომ სულაც არ არის საჭირო საკუთარი თავის მტრევა, წარსულში ქექვა, ფსიქოთერაპიებზე სიარული, მხოლოდ საკმარისია იმ ადამიანის როლი ითამაშო, რომელიც გინდა რომ გახდე. იცხოვრო ისე, როგორც იცხოვრებდა ის ადამიანი, რომელიც შენ მოგწონს. გინდა რომ მეტი ფული გქონდეს? ითამაშე ისეთი ადამიანის როლი, რომელიც ფულს მართავს მშვიდად. ჭირდება სიყვარული? იცხოვრე ისე, თითქოს ვიღაცას უკვე ძალიან უყვარხარ. გსურს იყო მეტად თავდაჯერებული? ითამაშე როლი ისე, რომ თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს. ზელანდი გიჟად ჩათვალეს, მაშინ როცა თქვა, რომ არ არის საჭირო საკუთარ თავზე მუშაობა, უბრალოდ იმოქმედე. ზელანდი გულისხმობდა იმას, რომ უნდა შევწყვეტოთ წარსულში ქექვა და დავიწყოთ ისე ცხოვრება, თითქოს დროებით ვიქირავეთ ახალი ადამიანის სხეული. ანუ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ისეთი ადამიანის როლში შესვლა, როგორებიც გვინდა რომ გავხდეთ. იარე, ისაუბრე, იმოქმედე ისე, როგორც ჩვენთვის იდეალური ადამიანი იმოქმედებდა. ზელანდი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები ჩვენთან მოიზრდება ჩვენი ენერგეტიკის შესაბამისად. ხოლო თუ ჩვენ იმ ადამიანის როლში შევალთ, რომელიც მოგწონს, შესაბამისად ჩვენი ენერგეტიკაც, ჩვენი ვიბრაციების დონეც ამაღლდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოსცადა ეს მეთოდი და ისინი ამბობენ, რომ აღმოაჩინეს სასწაულებრივი დამცხოვები. ისე რომ დავფიქრდეთ, ეს მეთოდი ძალიან საინტერესო მეთოდია და სხვათა შორის ეს სულაც არ არის ვიზუალიზაცია. ეს უფრო რეპეტიციაა. ანუ ნახეთ, შენ ხო გაქვს რაღაც სასურველი სცენარი, რომელშიც გამოიყურები რაღაცნაირად, გაქვს რაღაცა ცოდნა, გაქვს რაღაცნაირად განსხვავებული გარემოცვა, ხო? ყველას გვაქვს რაღაცა ჩვენი იდეალები, ხო? თუ ჩვენ ამ ჩვენს იდეალურ სცენარს მოვირგებთ და მართლაც შევალთ როლში და ვითამაშებთ იდეალურ მეს, დამერწმუნეთ, ეს ვიზუალიზაციაზე უფრო ძლიერი ტექნიკაა, რადგან ეს არის რეპეტიცია, ანუ წინასწარ წარმოიდგენ საკუთარ თავზე რაღაცებს, ანუ ფაქტიურად ხარ სცენაზე და ასრულებ როლს, რომელსაც მერე დიდი ალბათობით მართლაც შეასრულებ. მთავარი ის არის, რომ არ ელოდები რაღაცა კონკრეტულ მომენტს, სანამ გეღირსება, სანამ ამას მიაღწევ, ანუ უკვე შედიხარ იმ ადამიანის როლში, რომელმაც ეს გამოსცადა. მაინტერესებს, მოგეწონათ თუ არა ეს ტექნიკა, ან ხომ არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე მსგავსი ტექნიკები და ზოგადად ჩემი მსმენელის შეხედულება მაინტერესებს. ვადიმ ზელანდზე თუ გაქვთ მისი რაიმე წაკითხული, ან თუ გაქვთ მისი კურსი გავლილი ან მოსმენილი, ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში.